იმედის სოციალური მედიის გვერდს გადავხედე. სპეციალური გამოშვება, მე მოგილოცოთ რომ სპეციალური გამოშვება, თუმცა რაზე ილაპარაკებენ სიმართლე გითხრათ არ ვიცი, სპეციალურ გამოშვებაში და განსაკუთრებით ეს საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ბანდის წარმომადგენლები სპეციალურ გამოშვებას აბა ისე როგორ გააკეთებდა იმედი თუ ეთერს არ დროს არ დაუთმობდა ქართული ოცნების ბანდა ხელისუფლებას. მეორე გილოცავთ ამერიკელი მუსიკოსი მობი, მე აქ ვარ საქართველოში თბილისი გეოპოლიტიკური რად გამოწვევების მქონე ადგილას მდებარეობს, მაგალითად უკრაინისაგან რამდენიმე კილომეტრი გვაშორებს, რუსეთი იქვე საზღვრება, ირანი რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს, ამბობს მობი, ასე რომ ასე შემდეგ მძიმე არ იწერება იმედის სოციმედიას მიუმართავ, ასე რომ ამის შემდეგ უნდა დაურთოთ ხოლმე მძიმე გეოპოლიტიკურად ცხელი წერტილის შუაგულში ვარ, თუმცა აქ ძალიან ლამაზია და მშვენიერი, ანუ გეოპოლიტიკურად კი მნიშვნელოვანი ამბები ხდება გარშემო, მაგრამ ლამაზია საქართველო და დანარჩენზე არც იფიქროთო ამას მობი კი ამბობს და მობი კი არ დაუძრახოთ მაინც და მაინც, მაგრამ ამას რომ გვაჩვენებს, ამას რომ წარმოვაჩენს, ამას რომ გვაცნობს მობის ამ სწორედ ამ განცხადებას იმედი და ყველაფერი რომ შვენიერი ცხოვრება რომ შვენიერი ჰგონია და ასე რომ უნდა რომ აჩვენოს ქართულ საზოგადოებას რომ აქ არანაირი პრობლემა არ არსებობს, არანაირი გამოწვევა არ არსებობს, ეს არის უმნიშვნელოვანესი. დღეს ილიაობა ყოფილა ტრადიციული სახალხო და რელიგიური დღესასწაული, რომელიც წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხსენებას უკავშირდება. თუმცა ელია წინასწარმეტყველის ხსენებას კი უკავშირდება, მაგრამ პატრიარქ ილია მეორის ფოტოებით მივიდნენ მოქალაქეები ტაძრებში. შიო მესამე ილიაობასთან დაკავშირებით სამების ტაძარში წირვას აღავლენს. ესეც შემიძლია მოგილოცოთ. კვლავ ვიმეორებ, მე ვარ ტელეკომპანია იმედის სოციალური მედიის გვერდზე, იმიტომ რომ ვეძებ და ერთ ინფორმაციას მინდა წავაწყდე და ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში აი ამ სკროლვისას ჯერჯერობით ამ ინფორმაციას ვერ ვნახულობ, ვერ წავაწყდი. იმედი დუმს, იმიტომ რომ ამ ინფორმაციის გამჟღავნება, გაჟღერება გაცნობა საზოგადოებისათვის მას არ და არას დიდებით არ აწყობს. რატო არ აწყობს? იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლებად წოდებულ ბანდას არ შეუმუშავებია მესიჯი, არ შეუმუშავებია პასუხი, არ შეუმუშავებია გზავნილი ქართული საზოგადოებისათვის. რა უნდა უპასუხოს ამ არაიმდენად პრობლემას, თუმცა როგორ არა მეორე მხრივ, ამ გამოწვევას, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით ჩვენ და ჩვენ ვისაუბრებთ, მე პერსონალურად ვისაუბრებ ამ გამოწვევაზე, ჯერ უბრალოდ თქვენის ნებართვით ვსკროლოთ იმედს, ხომ თავარი, აი ყველაზე რეიტინგული მედია საშუალება, რომელიც ვალდებულია, რომ თქვენ გაგაცნოთ უკლებრივ ყველა ინფორმაცია შეთანხმებული ხელისუფლებასთან, ოკეი, მაგრამ ყველა ინფორმაცია, მაგრამ ვიდრე ირაკლი კობახიძემ კი არა, ბიძინა ივანიშვილმა არ იცის რა და როგორ უპასუხოს ამერიკის შეერთებულ შტატებს და ვისაუბრებთ, რაზეც საუბრობთ, გულისხმობთ. მანამდე იმედიც დუმს, მისი კურატორებიც ეუბნებიან, რომ არავითარ შემთხვევაში თქვენ ხმა კარდი რა არის, კარდიც კი არ უნდა დადოთ ამის თაობას. განვაგრძოთ. სამართალდამცავებმა გილოცავთ. ბათუმში 10 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს, დაკავებულია 5 პირი, მოსალოცი ამბავია. ეხლა ნახეთ, თუ შეერთებულ შტატებზე ვსაუბრობთ, შეერთებული შტატები სადღაც ხო უნდა ეხსენებინა ტელეკომპანია იმედს და აი ახსენა კიდეც. შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ახლო აღმოსავლეთში მყოფ ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს განიხილონ რეგიონის დატოვება. ან მზად იყვნენ გასამგზავრებლად თუ ვითარება კიდევ უფრო დაიძაბება. ცხადია, ირანის კონტექსტი იგულისხმება, თუმცა შეტევები იერიშები ირანზე კვლავ გადადო პრეზიდენტმა ტრამპმა, ესეც უნდა ვთქვათ. ეხლა შემდეგი საინტერესო ესია გილოცავთ მეგობრებო, ჯაჯანიძე. როცა საკუთარ თავს ეკონკურენტები ძალიან კარგია, მაგრამ სადღაც რაღაც ეტაპზე ვიღაცები გედებიან. ძალიან საინტერესო არის, როცა ხედავ, რომ შენნაირიან ნაკლები მონაცემები აქვს და თავზე გადაგახტება, აუცილებლად გაგიჩნდება კონკურენციის გრძნობაც, სიბრაზეც და მე გამწარდები, რომ მას აუცილებლად უნდა აჯობო. ეს ბოდიში როგორც ჩანს ჯაჯანიძეს არ უთქვამს, ეს ბაბი კირკიტაძეს უთქვამს. ასე რომ ჯაჯანიძეს უბოდიშებთ. მოკლედ ბაბი კირკიტაძე და ჯაჯანიძე ოჯახის თაობაზე ებრძოლობენ. აი ეს ძალიან საინტერესოა რუბრიკა თუ გადაცემა. ჩვენი ოჯახი ჰქვია ყოველ შემთხვევაში აი ამ ჰეშტეგს, რომლითაც აქვეყნებს იმედი ამ ორი უცნობილესი ადამიანის დიალოგს, ბაბი და გია და ბაბი.
აი ამაში გტოვებთ თქვენ სოფლიო გამოწვევების პირობებში უსაინტერესოესი ეპოქის დროს აი ამაში გტოვებთ თქვენ ტელეკომპანია იმედი უკვე შემდგომ არის რაღაცა სოფელში ბავშვი ხალხთან ურთიერთობას რომ სწავლოს დავეთანხმოთ მნიშვნელოვანი ეზოში 1000 გვარი აქტივობაა წუწაობა ქვიშა მიწა და ასე შემდეგ ეს რაღაცა გასართობი გადაცემაა როგორც ჩანს ან დილის გადაცემა იმედისა არ დავიწუნოთ მაინც და მაინც მაგრამ კიდევ ერთხელ ვიკითხოთ სად არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული საზოგადოება მათ შორის ამათთვის ქართული საზოგადოებისათვის და ამათთვისაც როგორც ქართული საზოგადოების წევრებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია რაც კი ყველაზე აქტუალური არის ან უნდა იყოს სად არის რატომ არ გვაცნობს პირველი არხი ყველაზე რეიტინგული ამ ინფორმაციას ჩვენ რატომ არ აცნობს ქართულ საზოგადოებას ჩავსკროლეთ ნანუკა ჟორჟოლიანის თაობაზე ინფორმაცია რო არ გამოედო იმედს ისე რავა იქნებოდა ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესის სწორედ ნაციონალური მოძრაობის გაშავების მიზნით ერთ-ერთი პრიორიტეტულია ტელეკომპანია იმედისათვის კი არა ქართული ოცნების ბანდა ხელისუფლებისათვის უბრალოდ იმედი საცეცია რეალურად ქართული ოცნებისათვის შესაბამისად ნანუკა ჟორჟოლიანიც უნდა გააშავონ აბა რა უნდა ქნან მერე არის ციხეში ოლეგ ფაცაციას ოთახში გადავიყვანეს ეს 14 საათის წინ დადებულია მელე ელექტროშოკით მაწამებდნენ 17 კბილი ამომიღეს პოლოსკოთი გარდაცვლილ პატიმარს ღვიძლი ამოაჭრეს და კატას აჭამეს ვუგარ ალიევი მაპატიეთ თუ ეს ასეა ანებეთ თავი ხარ ასყვება ამ ჟურნალის არ მახსოვს რა ქვია ასავალ-დასავალში რაღაც გაზეთში მუშაობდა ახალგაზრდობაში და შესაძლოა ხუბუა აღარ მახსოვს მაგრამ ისა რაღაც მეგრული გვარი აქვს მაგრამ თუ ეს ასია დაპატიმრებული არიან თუ არა მე გეტყვით რომ უმრავლეს შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებად წოდებული ბანდა როცა ედავება და წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს კონკრეტულ დანაშაულებში არათუ დაპატიმრებულები არ ახავს ადამიანები და ეს პიარისთვის ჭირდება არამედ დაწინაურებულების კი ხავს ჩემზე უკეთ ამასთან დაკავშირებით ცხადია საუბრობენ პირები რომლებიც უშუალოდ ამ პროცესებში იყვნენ ჩართულები და უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ ამ გვარობების თაობაზე თუ ეს ხდებოდა ღვიძლი ამოაჭრეს კატას აჭამეს რაღაცა კატა დაკლეს და თვითონ შეჭამეს თუ ამგვარი რაღაცები ხდებოდა კონკრეტული დანაშაული არსებობს კონკრეტული პასუხისმგებელი პირი რატო არ არიან დასჯილები ისევ და ისევ თინა ბოკუჩავა ნაციონალური მოძრაობა თინანოს ბოკუჩავასთვის ეს არის პოლიტიკური საბჭოს ბოლოს ხდომა თინა ბოკუჩავა მიდის როგორც ჩანს პარტიიდან მერე ასე შემდეგ მოკლედ ცქროლავთ მივედექით ანაკლიის სპორტს დღეს ისტორიული დღეა რამდენადაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა სრულიად ახალ ეტაპზე გადადის ამბობს ვინმე ივანე აბესაძე ვინ არის ეს ივანე აბესაძე მე არ ვიცი და არც იმედი არ გვამცნობს ამას რომელიც საჯარო არ რომელიც ცნობილი პირი ეს კაცია რომ სახეზე ვიცნოთ ან გვარსახელით მოვახდინოთ მისი იდენტიფიცირება ვინ არის ივანე აბესაძე ამიხსენით რატომ უნდა ვენდოთ ვინმე ივანე აბესაძე შესაძლოა რაღაც თანამდებობაზეა გან არა ალბათ რაღაც თანამდებობაზეა გან არა უკვე შემდგომ ვინმე ზურაბს იჭინავა ანაკლიის ანუ ივანე აბესაძე არ გვიყოფოდა თითქოს და ახლა ვინმე ზურაბს იჭინავა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო ტერიტორიასა და საზღვაო აკვატორიაში აქტიურად მიმდინარეობს საზღვაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები ამბობს ვინმე ზურაბს იჭინავა მოკლედ აბესაძე თქვი ივანე აბაშიძე და ზურაბს იჭინავა ჩვენ გავბედავ და ვიტყვი გვაბოლებენ იმიტომ რომ ეს გემი გეტყვით ამ გემს რაც ქვია თუ არ ვცდები და არ ვცდები ბოდიში ეს არის ტრისტაო და გუა შემოვიდა ღრმაწყლოვანების გემი ანაკლიაში მაგრამ ეს მაინც დროებითი ამბავი 10 წუთი მიიწურება რაც ვიდეო ბლოგი დაწყებულია 1-17 თუ მეტი არა ინფორმაცია გაგაცნეთ რაც იმედმა გამოვაქვეყნა მაგრამ აი ისევ ნანუკა ჟორჟოლიანი ისევ რაღაცა ეხლა უკვე გუშინდელები პაპუაშვილის სიტყვა სუსის ან გელაძის სიტყვა სუსის იუბილეზე გელაძე დაუმთავრებელი გელაძე და მერე გივი მიკანაძე ამავე ღონისძიებაზე რომ იყოფებოდა განათლების მინისტრად წოდებული და ვერას დიდებით ვერ წავაწყდი ინფორმაციას რომელიც ვინიცის და ყველაზე საინტერესოა ჩვენ სინამდვილეში და მე გაგაცნობთ კი არა გაჩვენებთ ერთ ფოტოს პირველ ყოვლისა და მე ვილაპარაკოთ იმაზე რაზეც არის ლაპარაკი რა განვიხილოთ ის საკითხი რაზეც არის ლაპარაკი ნახეთ
ნაწილობრივ ჩანს ცოტა მოჭრილია აფრიკის კონტინენტი და ეს არის მაინც აზიის მხარე ამ კონტინენტისა, ყვითლად შეღებილი და წითლად შეღებილი. აფრიკის კონტინენტზე არის წითლად შეღებილი ცალკეული სახელმწიფოები, გეტყვით რომელი სახელმწიფოებიც და აზიის კონტინენტზე ან ევრაზიაზე, ევრაზიის სივრცეში ცალკეული სახელმწიფოები. დავითვალოთ 1 2 3 4 5 6 7 ევრაზიის სივრცეში, საქართველოს უკიდურესად დასავლეთისკენ აქ ნუ არ დამათვლევინებთ, მაინც და მაინც აფრიკაშიც საკმაოდ ბევრი ქვევითაც მოჭრილია სამხრეთ აფრიკისაკენ ფოტო თუ არ ვწდები და არ ვწდები და ოდნავ დასავლეთისაკენაც ატლანტის ოკეანისკენაც მოჭრილია ფოტო და ეხლა მე გეტყვით რომელ სახელმწიფოებზია საუბარი თქვათ აფრიკაში. ეს არის ეთიოპია, ეს არის ნიგერია, ეს არის უგანდა, ეს არის ალჟირი და ტუნისი, რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს. ეს არის ანგოლა და სხვა სახელმწიფოები. რაც შეეხება აზიას, აქ არის მონღოლეთი, ნეპალი, ბანგლადეში, კამბოჯა, თურქმენეთი. ნახეთ, ყველაზე არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო ვინმეს, მაგრამ პატივისცემა დაუდასტუროთ ცხადია. მაგრამ ეს სახელმწიფოები რაღაც ერთ ჯგუფში, ეს აფრიკული სახელმწიფოები და ეს ევრაზიული, აზიური სახელმწიფოები ერთ ჯგუფში გაერთიანდნენ, ერთ კალათაში გაერთიანდნენ. და რა არისო ეს კალათაო, რაზეც იმედი ყურადღებას არ ამახვილებს ბატონო. მე გეტყვით სხვაგვარად და სხვაგვარად დავიწყებ ვიდეო ბლოგის ამ მონაკვეთს. თქვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვეღარ წახვალთ. რომ მოინდომოთ ტურისტული მიზნებით წასვლა, რომ მოინდომოთ სამკურნალოდ წასვლა, რომ მოინდომოთ სასწავლოდ წასვლა, ალბათ, ან გარკვეული ალბათობით. და სხვა საქმიანი ვიზიტი რომ მოინდომოთ. თუ თქვენ არ გაქვთ ანგარიშზე $20,000, რომელსაც მისცემთ ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულოს საქართველოში, გაყინავთ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, გადაურიცხავთ მარტივად რომ ვილაპარაკოთ. და გაყინავთ ამ თანხას, გაყინავთ კი არა, ჩამოგერთმევათ ეს თანხა. ოღონდ გარანტია არა გაქვთ რომ ვიზას მიიღებთ $20,000 გადახდის შემთხვევაში, თქვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვეღარ წახვალთ. ვეღარ იმოდიშებთ და შეიპარებით მექსიკიდან, იმიტომ რომ იქ უმკაცრესი რეგულაციებია დაწესებული და პრაქტიკულად აღმოფხრილია ეს უკანონო შეღწევის გზები თუ ჩაკეტილია უკანონო შეღწევის გზები. ვეღარ შეხვალთ კანადიდან იქ საერთოდაც კედელი შენდება და ეხლა რა ვიცი თუ ატლანტის ოკეანეს გადაცურავთ და სადმე ამოყვინთავთ, ამ შემთხვევაში ალბათ გაგიოლდებათ, მაგრამ რომ ვერ გადაცურავთ და რომ ვერ ამოყვინთავთ, ესეც პირდაპირ მნიშვნელოვანი გადაცულას გულისხმობ, ესეც ფაქტია. მოკლედ ვერ შეხვალთ, ვერას დიდებით ამერიკის შეერთებულ შტატებში. უკანონოდაც ვერ შეხვალთ და კანონიერადაც ვერ შეხვალთ, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ ამ სახელმწიფოებთან მიმართებაში მონღოლეთი, კამბოჯა, ბანგლადეში, ნეპალი, თურქმენეთი მიიღო გადაწყვეტილება ამგვარი, რომ $20,000 უნდა აჩუქო გადასცე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, ვიზის გარანტიას მაინც არ გაძლევენ. მერე უნდა შეიტანო სავიზო განაცხადი და ვიზას არ მოგცემენ. ვისა აქვს ეხლა $20,000? წარმოიდგინეთ რომ 5-სულიანი ოჯახი ხართ, დედა, მამა და 3 შვილი, 4-სულიანი დედა, მამა და 2 შვილი. 1-სულიანი ოჯახია თუნდაც, ან ერთ ადამიანს ოჯახიდან სურს ამერიკაში გამგზავრება, ვისაც არ აქვს ვიზა, ამაზე ვსაუბრობ. თქვენ როგორ აპირებთ ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლას? იანვრის თვეში საქართველოს იყო ამ სიაში, მაგრამ საქართველოსთან ერთად იყო ასე მაგალითად სომხეთი, ასე მაგალითად აზერბაიჯანი. იანვრიდან ვიდრე აგვისტო დადგა 1 აგვისტოს დეკრეტია ეს country subject to US visa შეზღუდვების თაობაზე, რომლებსაც სამუდამოდ ასე წერია, სამუდამოდ შეეზღუდათ ამ ქვეყნის მოქალაქეებს ამერიკაში ამ მეთოდით ამერიკაში მგზავრობის შესაძლებლობა, ვიზის მიღების შესაძლებლობა. სამუდამოდ. შეცვლის თუ არა მომავალი ადმინისტრაცია ამაზე არ ვლაპარაკობ, რა თქვა დღეს სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომ ეს არის მუდმივი შეზღუდვა, ამაზეა საუბარი. იანვრის თვეში სომხეთი და აზერბაიჯანი ამ სიაში იყო, მაგრამ სამხრეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოახერხეს და ამერიკის შეერთებულ შტატებთან გაჩარხეს საქმე. სომხეთს და აზერბაიჯანს ეს იმხანად $15,000 რეგულაცია მოიხსნა. რუსეთი და ბელარუსი მათ სიაში არ არის. რუსეთი, ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა, ყაზახეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, არ მინდა შემეშალოს, ყირგიზეთი არ არის ამ სიაში. ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებზე თუ ვილაპარაკებთ, რომლებიც ნატოს წევრები, ნატოსა და ევროკავშირის წევრები არ არიან.
რუსეთიც კი არ არის მოხვედრილი, იმიტომ რომ მაკაბოჭორიშვილის უწყებამ არაფერი გააკეთა საიმისოდ რომ ეს რეგულაცია ჩვენზეც მოხსნილიყო. ამის გამო ჩვენ ვისჯებით უკვე სამუდამოდ ოფიციალური მიზეზი არის ის რომ განმარტება რომ საქართველოსთან წასულ პირთა დიდი რაოდენობა რჩება უკანონოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში ესეა. მაგრამ თქვენ გონიათ ასე მაგალითად სომხეთიდან წასულ პირთა დიდი რაოდენობა არ რჩება? უბრალოდ იმასთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დროებით თუ გლებოთ ასე ვიტყვი დახუჭა თვალი, რატომ დროებით? რატომ დახუჭა თვალი? იმიტომ რომ სომხეთი ადეკვატური მოთამაშეა. აზერბაიჯანი ადეკვატური მოთამაშეა. სომხეთი და აზერბაიჯანი და მათი მოქალაქეები არ დაისაჯენ იმის გამო, რის გამოც ისჯება საქართველოს მოსახლეობა და რატო ისჯებაო? იმოდიშებთ, თუ მკითხავთ, თქვენ მეგიპასუხებთ ღიად და პირნათლად და გულწრფელად. იმიტომ რომ საქართველოს ხავს არაადეკვატური ხელისუფლება. იმიტომ რომ საქართველოს ხელისუფლება სულ ეს ბოლო, რა ვიცი, 2 წელიწადია თუ მეტი არა, ლაპარაკობს სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ. აი სუფთა ფურცელი. თუ სუფთა ფურცლიდან ურთიერთობის დაწყება უნდოდა საქართველოს ხელისუფლებას, მან მიიღო შედეგი და აი სუფთა ფურცელიდან დავიწყოთ, რომ ისაუბრა საქართველოს ხელისუფლებამ, უპასუხა ვაშინგტონმა ასე. გინდოდათ სუფთა ფურცელი, აი სუფთა ფურცელი. ახლა მაშინებს ხადია ვუტრირებ, მაგრამ მაინც რომ 91 წლის მიწურულს საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარება უკან არ წაიღოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. რაც ბიზინა ივანიშვილის სურვილი შეიძლება მართლაც არის, კი ხუმრობთ ჩვენ, მაგრამ მაინც ამაშიც არის რაღაც სიმართლის მანასახი. ბიზნეს ხო საქართველოს სახელმწიფოს გაუქმება უნდა და თან უნდა რომ გადააბრალოს საქართველოს სახელმწიფოს გაუქმება deep states and deep states გავლენის ქვეშ ვითომ და მოქცეულ სახელმწიფოებს სივრცეებს ევროპას ან ამ შემთხვევაში უკვე ამერიკის შეერთებულ შტატებსაც. რამდენიმე კვირის წინ საქართველოს ხელისუფლება წოდებული ბანდა ამაყობდა იმით რომ პრეზიდენტმა ტრამპმა გამოუგზავნა ირაკლი კობახიძეს წერილი მადლობისა, სადაც უთხრა თქვა პროტოკოლური წერილია, შაბლონური წერილია, მაგრამ თქვა რომ მადლობას გიხდით იმის გამო რომ თქვენ მოგვილოცეთ ამერიკის შეერთებული შტატების დაარსებიდან 250 წლის თავი ყიჟინა დასცა ოფიციალურმა თბილისმა, აგე გადაიტვირთა, ან იწყება გადატვირთა ურთიერთობისა, რაც ტყუილია. აგე პასუხი. თუ ურთიერთობის გადატვირთვა იწყებოდა ან იწყება, თუ და სუფთა ფურცლიდან ან არასუფთა ფურცლიდან ამერიკის შეერთებული შტატები ამგვარ გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, რომლებსაც არაფერი დაუშავებიათ საბოლოო ჯამში, გარდა იმისა, რომ ამგვარი ხელისუფლება ხავთ, ამგვარ გადაწყვეტილებას შტატები უბრალოდ არ მიიღებდა. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თქვა, რომ შენ არ გინდა განვითარება. შენ არ გინდა დასავლური სივრცის წევრობა, იყო დასავლური სივრცის წევრი. აქედან გამომდინარე შენს მოქალაქეებსაც მსჯიმე. ეს რომ იცოდე მაინც. ეს რუკა არ არის სრული. აქ ოკეანიის სახელმწიფოები, ჩრდილო ამერიკის სახელმწიფოები, რა არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, ეხლა რა იგულისხმება ამ შემთხვევაში, რომ კანადას ხო არ დაუწესდებოდა სამხრეთ ამერიკის სახელმწიფოები, უბრალოდ არ არის აქ მთელი მსოფლიო რუკა ნაჩვენები, იქაც ისინიც არიან, ეს Newsweek-ის სკრინშოტია, Newsweek-იდან სკრინშოტია. არანაირი სუფთა ფურცლიდან ურთიერთობა არ იქნება. შარტებიდან გვაქვს ჩვენ სიგნალი, რომ ვიდრე ეს ხელისუფლება არის, საქართველოსთან ურთიერთობა შტატები არ დაამყარებს. ეს არის მრავალწლიანი ანტიდასავლური და ანტიამერიკული, მათ შორის ელჩების საწინააღმდეგო რიტორიკის შედეგი. ელჩები სახელმწიფო დეპარტამენტის ნებართვის გარეშე პრაქტიკულად არ ცუნთქავენ. ამ მნიშვნელობა აქვს ვისი ელჩია, ის ბაიდენისა, ტრამპისა თუ მომავალი პრეზიდენტისა. ტრამპის დანიშნული ელჩი შეიძლება თუ დაგვნიშნავენ ოდესმე ელჩს და არამოვალეობის შემსრულებელს შეიძლება გადაჰყვეს მომავალ ადმინისტრაციას. ვინც იქნება მოკლედ რესპუბლიკელები ისევ თუ დემოკრატები. მაგრამ ის ელჩი ვალდებულია შეასრულოს საკუთარი საგარეო უწყების დავალებები და გაატაროს ის პოლიტიკა, რომელიც აქვს შეერთებულ შტატებს. ხელისუფლებად წოდებულმა ბანდამ რო დაიწყო კელი დეგნანის, რობერტ დენიგანის და სხვების კრიტიკა, ლანძღვა და ლამის მთელი ამერიკის შეერთებული შტატების მიალანძღვა, ოღონდ პარალელურად აკეთებდა განცხადებებს, რომ ჩვენ გვინდა თავიდან ურთიერთობის დაწყებაო, ეს ყველაფერი დასაკვირველია შენიშნეს ვაშინგტონში. იციან ვაშინგტონში და მე კონკრეტული გვარებიც ვიცი იმ ადამიანებისა, იმ პოლიტიკოსებისა, იმ დიპლომატებისა, იმ გადაწყვეტილების მიმღები პირებისა, რომლებიც საქართველოსთან დაკავშირებით მუშაობდნენ და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ცდილობდნენ, რომ ეს პროცესი გაეცელათ, მაგრამ
აი როცა გაწელავ პროცესს უკვე რომელიღაც ეტაპზე როცა ადეკვატურ ნაბიჯებს არ დგამს შენი პარტიული რომ უნდა ყოფილიყო ის მხარე უკვე რომელიღაც ეტაპზე იღებს საბოლოო განაცხადებას და ეს განაცხადება გითხარით არის საბოლოო თქვენ ვერ ივლით შეერთებულს და ვერ გაემგზავრებით შეერთებულ შტატებში ვერ ნახავთ ამარაჩვეულებრივ ქვეყანას იმიტომ რომ თქვენი ხელმძღვანელი ჩვენი ხელმძღვანელი de facto მართველი თუნდაც მაგრამ ეფექტურ კონტროლს ვინც ახორციელებს ჩვენს ტერიტორიაზე არის ქართული ოცნების ბანდა ირაკლი კობახიძე შალვა პაპუაშვილი მაკა ბოჭორიშვილი კალაძე მდინარაძე ლეგიონია მათი სახელი რომლებსაც ფეხებზე ჰკიდიათ ეს ქვეყანა და ეს არის უმნიშვნელო ამის ამოქაჩვა აი ამ სტატუსტატო მდგომარეობა უკვე ეს არის ამის ამოქაჩვა ამის გამოსწორება გარწმუნებთ რომ მომავალ ხელისუფლებასაც გაუჭირდება იმიტომ რომ ნდობა როგორც ასეთი საქართველოს მიმართ ნდობა როგორც ასეთი პრაქტიკულად განულებული თუ ღალატი რამის ჰქვია სახელმწიფო ინტერესების ღალატი ეს არის სწორედაც რომ ქართული ოცნების და პერსონალურად ბიზინა ივანიშვილის პოლიტიკა მან უღალატა სახელმწიფო ინტერესებს ჩაკეტა საქართველო და ჩაკეტილი საქართველო იზოლირებული საქართველო კუთხეში მიმწყდეული საქართველო იზოლირებული საქართველო არის იოლად მოსანადირებელი რუსეთისათვის როგორც ეგზისტენციური და მარადიული არა გახანგრძლივებული არამედ მარადიული დღისათვის ეხლა ერთ რამეს ვიტყვი რას ფიქრობდნენ ჩვენი წინაპრები მაშინ როდესაც მონღოლეთი იყო ჩვენი მოწინააღმდეგე მონღოლები იყვნენ ოკუპანტები არაბები იყვნენ ოკუპანტები სპარსები იყვნენ ოკუპანტები თურქები იყვნენ ოკუპანტები რას ფიქრობდნენ როგორ გონიათ ისინი იმას კი არ ფიქრობდნენ რომ ეს არის დროებითი მტერიო ისინი ფიქრობდნენ რომ გახანგრძლივებული მტერიც არ არის ეს მარადიული მტერია და დღეს და ახლა მე უნდა დავამარცხო ეს მარადიული მტერი რომ ჩემმა შვილმა თუ ჩემმა შვილიშვილმა უკეთეს ქვეყანაში იცხოვროს საქართველოს ხელისუფლებამ არათუ მარადიულ არათუ გახანგრძლივებულ არამედ საერთოდ მტრად არ მიიჩნია რუსეთი და თავიდან ბოლომდე დურთა თავი რუსულ ჩასაძინად განწირულ გემში ამის შედეგია ეს ყველაფერი გამოისწორეთ საქციელი გამოასწორეთ ტრაექტორია ანუ ნუ იმზირების და ნუ მიდიხარ ჩრდილოეთისაკენ ეს არც თუ დიდი ხნის წინ თქვა მარკო რუბიომ და ეხლა მე მივმართავ ქალბატონ ტალიაშვილსაც არ მივმართავ გულახდილად გეტყვით თითქოს მომინდა მაგრამ არ მივმართავ ქალბატონ ბოჭორიშვილსაც არ მივმართავ მაგრამ მეორე მხრივ შეიძლება ასეთი მოწოდების გაკეთება რა ჯანდაბად წახვედით ამა თუ იმ თანამდებობაზე ერთი ელჩად მეორე მინისტრად აქ ინდოდათ თქვენ მართლა გგონიათ იტალიაშვილს მივმართავ რომ აბლიაშვილიც რომ იყოს მაინც მივმართავდი რომ თქვენ იმსახურებთ ელჩობას ამერიკის შეერთებულ შტატებში ასე გაკადნიერდით კვალიფიკაცია ცოდნა გამოცდილება მე რამ საერთოდ გააქვთ რომ თქვენ ითვლებოდეთ ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს ელჩად მაკა ბოჭორიშვილს მივმართავ თქვენ მართლა გგონიათ რომ საგარეო მინისტრი ხართ ან კვალიფიკაცია გაქვთ დამოუკიდებელ საქართველოს რომ უნდა ხავდეს ამ გამოწვევების გათვალისწინებით ისეთი საგარეო მინისტრი ხართ ამგვარი რა ერთი მიღწევა დამისახელეთ რომელსაც ადგილი აქვს რომელსაც მიაღწიეთ ერთი ამბავი დამისახელეთ რომელსაც მიაღწიეთ ბოლო პერიოდში ჩინეთთან ურთიერთობა არ მითხრათ ბოჭორიშვილმა თქვა გუში rilsi ჩავწერე ამასთან დაკავშირებით თუ არ ვწდები რომ ჩვენო ყველასთან უნდა ვურთიერთობდეთ მიუხედავად იმისა რომ კონსტიტუციაში ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება გვაქვსო ჩაწერილიო ყველასთან უნდა ურთიერთობდეთ ჩინეთთანაც და ვინც ის და ირანთან სპარსეთთანაც კი მაგრამ ჩრდილოეთ კორეასთანაც ურთიერთეთ თუნდაც მაგრამ დასავლეთთან რომ არ ურთიერთობთ აი ამის დასტური თქვენ რო ურთიერთობა აგეწყოთ დასავლეთთან ერთი კომუნიკაცია რო შემდგარიყო რეალური მარკო რუბიოსთან ეს გადაწყვეტილება მიღებული არ იქნებოდა იმედი კი დუმს მეგობრებო იმედი ამას არ გაეუბნებათ არ გაცნობთ ამ ინფორმაციას რატომ დიმიტრი სამხარაძისნაირი მოღალატეების ინსტრუქციას და დიმიტრი სამხარაძეების ზემდგომი პირების ინსტრუქციას ელოდება არ გაუღვიზია არა ახლა გაღვიზებული იქნება ზუსტად პირველი საათი გახდა ბიზინა ივანიშვილს მაგრამ ჯერ არ მიუღია ბიზინა ივანიშვილს ინსტრუქცია მოსკოვიდან ამას უნდა უპასუხოს თუ არა ქართული ოცნების ხელისუფლება და თუ უპასუხებს როგორ უნდა უპასუხოს და თუ იმედზე დღის ბოლოს გაჩნდება რამცნობა
ან ზაზა შათირიშვილის სტატუსი, რომ deep state-მა იცით, აგე ჩვენ კიდევ ერთხელ ჩაგვარტყა ზურგში დანა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს უნდა იცოდეთ, რომ არის მოსკოვში, ლუბიანკაზე შემუშავებული პასუხი. ჩვენ ამ ყველაფერს თოხლავთ ხოლმე უბრალოდ, ყლაპავთ ხოლმე და ესეც დიდ პრობლემად ექცევა ქართულ საზოგადოებას, იმიტომ რომ მომავალ ხელისუფლებასაც კი, როცა იქნება მაშინ 28-ში, 32-ში, 36-ში, 58-ში ძალიან გაუჭირდება ამგვარი პრობლემების, ამგვარი დახვავებული პრობლემების აღმოფხვრა გამოსწორება. ზურგში დანა ჩაარტყა ქართულმა ოცნებამ მორიგ ჯერზე, ჩვენს სამშობლოს, მათ შორის თქვენს მოგმართავთ ტროლებო, ჩვენ საერთო სამშობლო გვაქვს, უბრალოდ სამშობლოს აღქმა გვაქვს სხვადასხვა გვარი. თქვენს სამშობლოსაც ჩაარტყა. და თქვენს ახლობელს, რომ უნდა უცხოეთში სწავლა ამერიკაში. თქვენს შვილს, რომ უნდა უცხოეთში სწავლა ამერიკაში. თქვენს ნათესავს, რომ უნდა მკურნალობა და გავანებოთ თავი თქვენ, რომ მოგინდებათ. გავანებოთ თავი ყველაფერს, თქვენ რომ მოგინდებათ ნიაგარას შესანიშნავი ჩანჩქერის ნახვა, თუ ამის შესაძლებლობა გექნებათ, ოღონდ ბიზნეს ხელში არც გექნებათ. თუ თქვენ მოგინდებათ ჩიკაგოში გასეირნება ან ლოს-ანჯელესში ან ნიუ-იორკში ან ვაშინგტონში. თუ თქვენ მოგინდებათ რომელიღაც ადამიანს ღმერთმა მოგცეთ შესაძლებლობა ნახოთ ბრწყინვალე ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატები, ნახოთ თავისუფლების ქანდაკება. თქვენ უბრალოდ ვერ წახვალთ, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ დიდი ფული გექნებათ თუ გექნებათ ისიც, ბიზნეს ხელში ვერ გექნებათ, ოღონდ თქვენ არ გექნებათ იმ ყველას, ღმერთმა მოგცეთ, რომ $20,000 აჩუქოთ შტატებს და ისიც არ მიიღოთ გარანტია, რომ ვიზას ჩაგირთყავთ. ნახვამდის.